შენ მართლა გგონია, რომ საქართველოში დასაქმება დასასრული სამსახურის მოძიება მხოლოდ ნაცნობობით ხდება? თუ ბოლო რამდენიმე თვეო მიშევარი ხარ, ესე იგი სამუშაოები არ არის ბაზარზე? რა სიტყვით თუ ამ ვიდეოში გაგიზიარებ იმ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რაც დაგეხმარება დასაქმდე უმოკლეს დროში, სასრული პირობებით. დასაწყისში ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოემზადო მან ამსანამ სამუშაოს მოძიებას დაიწყებ, ხოლო შემდეგ გიზიარებ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შენს დასაქმებას განაპირობებს. ამიტომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე. დასაწყისში მოდით ვისაუბროთ თვითშეფასებისა და შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იკითხოს, თუ რა შუაშიათ თვითშეფასება დასაქმებასთან. სინამდვილეში სწორედ თვითშეფასება და გეხმარება მიიღო არამხოლოდ სამუშაო ადგილი, არამედ სასურველი პირობები, სასურველი ანაზღაურება და განვითარების შესაძლებლობები. უკვე ძალიან ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია 1000 გაგზავნილი CV და შემდგომ ხანგრძლივი ლოდინი, არანაირი უკავშირი, არანაირი შემოთავაზება საპასუხოდ, რაც რასაკვირველია იმედგაცრუებას იწვევს და ყველაზე დიდი შეცდომა აქ ის არის, რომ იფიქრო, რომ უბრალოდ არ გიმართლებს, ან შენთვის უკვე თითოეული მცდელობა მაინც წარუმატებლობამდე მიდის. არ გადაწყვიტო, რომ აღარ გააგზავნო განაცხადი ვაკანსიებზე, აღარ ეძებო სასრული სამუშაო, ან საკუთარ უნარებზე და გამოცდილებას ზედაპირულად შეხედო. დამიჯერე, შენ უბრალოდ შენთვის სწორი ინსტრუმენტების აღმოჩენა გჭირდება აქ და არა დანებება. და რადგან თავდაჯერებულობაზე ვსაუბრობთ, იმასაც ავხსნი, თუ რატომ აფასებს დამსაქმებელი თავდაჯერებულ კანდიდატს. თავდაჯერებულობა არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ გამოცდილებასა და უნარებს რეალისტურად აფასებ, სრულ პასუხისმგებლობას იღებ, როგორც თვითგანვითარებაზე, ასევე დაკისრებულ მოვალეობებზეც. მზად ხარ გაიზარდო და არ გეშინია გამოწვევების, მუდმივად გაუმეორე საკუთარ თავს. მე არ ვეძებ უბრალოდ პატარა შანსებს. მე თავად ვქმნი სასრულ შესაძლებლობებსა და წარმატებას სწორი მიდგომებითა და ინსტრუმენტებით და ტრადიციულად გიზიარებთ დამატებით პრაქტიკულ დავალებას თვითშეფასებაზე სამუშაოდ. დაიწყე ეგრეთ წოდებული SWOT ანალიზი, ჩამოწერე შენი ძლიერი მხარეები, რაზე გჭირდება მუშაობა, რა შესაძლებლობებს ამჩნევ უკვე აქედანვე და რა გამოწვევების გადალახვა შეგიძლია. დაიმახსოვრე, დაბალი თვითშეფასება არ განსაზღვრავს შენს მომავალს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების წმენა ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გამოიყენებ მომავალ შესაძლებლობებს. ახლა კი განსაზღვრე ზუსტად რას ეძებ, რაზე თანხმდები და რაზე აცხადებ უარს. აიღე ფურცელი და ჩამოწერე ის მთავარი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც აირჩევ მომავალ სამსახურს. თუ თავად არ იცი რას ეძებ, ძალიან რთულია იპოვო შესაძლებლობა, სადაც თავს ნამდვილად წარმატებულად იგრძნობ. უმიზნო განცხადებების გაგზავნა, ყველა ვაკანსიაზე რეაგირება და უბრალოდ რაიმე შესაძლებლობის გამოჩენის იმედად ყოფნა იშვიათად იძლევა სასრულ შედეგს. სტრატეგიის გარეშე სამუშაოს ძებნა ხშირად დროისა და ენერგიის დაკარგვას ნიშნავს. როცა იცი თუ რას ეძებ, უფრო ადვილად ამჩნევ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შენთვის არის შექმნილი. განსაზღვრე კარიერული მიზნები სწორად და მიეცი საკუთარ თავს წარმატების რეალური შანსი. ბევრი ადამიანი ალბომს უბრალოდ დასაქმებამ სურს, მაგრამ ეს მიზანი არ არის, ეს მხოლოდ სურვილია. კარიერული მიზანი უნდა იყოს მკაფიო, კონკრეტული და შენს ღირებულებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული. საკუთარ თავს კითხე, სად მსურს ვიყო 1-2 წლის შემდეგ, რა უნარების განვითარება მსურს, როგორი სამუშაო გარემო მაძლევს მოტივაციას, რა ტიპის პოზიცია შეესაბამება ჩემს ძლიერ მხარეებს, რას ველოდები ახალი სამსახურისგან, მაღალ შემოსავალს თუ პროფესიულ ზრდას. როდესაც ამ კითხვებზე პასუხი გაქვს, გადაწყვეტილებების მიღება ბევრად მარტივი და ეფექტურია. აღარ კარგავ დროს ზედმეტად და რეალურად უახლოვდები მიზანს. დაიმახსოვრე, კარიერა შემთხვევით არ შენდება, ის იწყება იმ მომენტიდან, როცა ზუსტად იცი თუ საით მიდიხარ. ახლა კი ვეხებით ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ჯერ ასე ფართოდ არ გაჟღერებულა ქართულ სივრცეში და სწორედ ესაა მიზეზი, რომ დასაქმება რთულად გვეჩვენება ციფრულ სამყაროში. ვიდეო CV არის ის მექანიზმი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს შენს კარიერულ წარმატებას. დღეს უკვე ერთ ვაკანსიაზე ათეულობით და ასეულობით ადამიანი აგზავნის საკუთარ ტექსტურ CV-ს. აქედან ნახევარზე მეტი არ წკიმიდის დამსაქმებლამდე. შესაძლოა ამდენ განაცხადში შენი გადაგზავნილი რეზიუმეც დაიკარგოს და რა უნდა გააკეთო მაშინ, რომ დამსაქმებელს რეალურად დაამახსოვრდე. ჩაწერე 60 წამიანი ვიდეო CV. რეზიუმეების უმეტესობა ერთმანეთის გავსია, მაგრამ ვიდეო საშუალებას გაძლევს აჩვენო შენი კომუნიკაციის სტილი, მოტივაცია, თავდაჯერებულობა, რომელიც აქამდე აღვნიშნეთ. ეს ყველაფერი დამსაქმებელს აუცილებლად დაამახსოვრდება. იგი დაინახავს არა მხოლოდ შენს გამოცდილებას, არამედ რეალურად შენს უნიკალურობას, ხედვებს და თვითგამოხატვის უნარებს. ვიდეო CV-ს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის პირველივე წამებში იქცევს ყურადღებას და გამორიცხულია დამსაქმებელმა გვერდი აუაროს მას და გამოტოვოს.
რალკი ამდენ დადებით ხარიზე ვისაუბრეთ, მოდი კარგადაც მოემზადოთ ეფექტური ვიდეო CV-ს მოსამზადებლად. წარმოაჩინე საკუთარი თავი მოკლედ და თავდაჯერებულად. ვინ ხარ, რა საქმეზე იღებ პასუხისმგებლობას და რა გამოცდილება ან უნარები გაქვს ამაში. ისაუბრე იმაზე, თუ რით შეგიძლია კომპანიისთვის ღირებულების შექმნა და არა მხოლოდ იმაზე, თუ სად გიმუშავია. აღნიშნე შენი ძლიერი მხარეები და მთავარი მიზნები. ვიდეო იყოს მოკლე, გასაგები და ბუნებრივი. გადაიღე ნათელ გარემოში, მშვიდ ფონზე და კამერასთან არ შეგეშინდეს საუბარი. თუ კამერის კომპლექსი გაქვს, გამოვყევი მე და ჩემი რჩევებით გადაგალახინებ ამ კომპლექსსაც. პირველი გაითვალისწინე. ნუ ეცდები კამერასთან იდეალურად გამოჩნდე. დამსაქმებელი არ ეძებს იდეალურობას, ის ეძებს რეალურ ადამიანს. გადაიღე რამდენიმე დუბლი. პირველი მცდელობა იშვიათად არის საუკეთესო. ყოველი შემდეგი მცდელობა მეტად ბუნებრივი ჩანს. წარმოიდგინე, რომ კამერასთან კი არა, რეალურ ადამიანს ისაუბრები. წარმოიდგინე, რომ შენს თავს წარუდგენ კოლეგას, მომავალ დამსაქმებელს და ბოლოს მუდმივად შეახსენე საკუთარ თავს, რომ შენ იმსახურებ სასურველ პოზიციაზე ყოფნას და ეს თავდაჯერებულობა კამერაშიც გამოჩნდება. რაც შეეხება ვაკანსიების მოძიებას, ძალიან ბევრგან, განსაკუთრებით კი საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია მსგავსი წარმოდგენები და მიდგომები. თითქოს რაც უფრო მეტ რეზიუმეს აგზავნი, მით უფრო მეტი შანსი გაქვს. ყველგან უნდა ეძებო და სადმე შესაძლოა რაიმე მოიძიო, ან თუ კარგი ნაცნობები არ გყავს, დასაქმება შეუძლებელია და ასე შემდეგ. რეალურად კი ეს ყველაფერი უბრალოდ დროისა და რესურსების დაკარგვაა. დღეს სამუშაოს მოძიება აღარ უნდა იყოს ქაოსური პროცესი. კანდიდატები აღარ ეძებენ ვაკანსიებს შემთხვევით. ისინი იყენებენ ერთიან სისტემას, სადაც შესაძლებელია. აქტუალური ვაკანსიების ერთ სივრცეში ნახვა, პროფესიული პროფილის შექმნა, საკუთარი გამოცდილებისა და უნარების სწორად წარმოჩენა, განაცხადების მარტივად მართვა და დამსაქმებელთან სწრაფი, მარტივი და უშუალო კომუნიკაცია. აღარ ფოკუსირდე განაცხადების გაგზავნის რაოდენობაზე. გაცილებით მნიშვნელოვანია სწორ პოზიციაზე გაკეთებული განაცხადები, კარგად გამართული პროფესიული პროფილი, სადაც ვიდეო CV უმთავრესი წარმატების ფაქტორია. კარგად მომზადებული თვითწარდგენა და მობილიზება სიახლეების მიმართ. როდესაც უკვე წარმატებით მივიქცევთ დამსაქმებლის ყურადღებას, მოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც რატომღაც ბევრისთვის ძალიან კრიტიკული და რთული საკითხია. გასაუბრება დასაქმებამდე. ნუ ღელავ, გასაუბრება გამოცდა არაა. ბევრ კანდიდატს სწარი წარმოდგენა აქვს ამ ყველაფერზე. რატომღაც ისინი თვლიან, რომ თუ რაიმე შეკითხვას ვერ უპასუხებენ, შესაძლებლობას დაკარგავენ. ყველაფერი იდეალურად უნდა წარმოაჩინოს და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი ინტერვიუ არა მხოლოდ კითხვა-პასუხის სესიაა. აქ ნათლად უნდა გამოჩნდეს შენი პროფესიონალიზმი, აზროვნების სტილი, როგორ აგვარებ პრობლემებს და რა შეგიძლია დამსაქმებელს შესთავაზო. ინტერვიუს მთავარი მიზანია გაეცეს შეკითხვის პასუხი. რატომ უნდა აგირჩიოს დამსაქმებელმა შენ? ინტერვიუს აღარ შეგეშინდება, თუ წინასწარ მოამზადებ ამ ყველაფერს. შეისწავლე კომპანია, გაიგე მისი მიზნები, საქმიანობა და კულტურა. თავადაც შეაფასე, თუ რამდენად ემთხვევა შენი ღირებულებები დამსაქმებლისას და ასევე საინტერესო სიახლე მაქვს შენთვის. რომ საუბრობთ სწორ ინსტრუმენტებზე, იცოდი, რომ თანამედროვე კარგად გამართული დასაქმების პლატფორმები უკვე დამსაქმებლებსაც აძლევს საშუალებას ვაკანსიაში დავრთონ ვიდეო, სადაც ნათლად ვიგებთ კომპანიის შესახებ, რაც მეტ გამჭვირვალობასა და ტალანტების მოძიების პროცესის გამარტივებას გვაძლევს. დამატებით მოამზადე შენი ისტორია. გაახსენე საკუთარ თავს, რა გაგიკეთებია აქამდე, რა შედეგები დაგიდია და მაქსიმალურად იმუშავე. კარგად მოამზადე ზოგად შეკითხვებზე პასუხები. იმუშავე კომუნიკაციის დახვეწაზე. ინტერვიუს დროს ხელფასზე მოლაპარაკება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც არ შეგეშინდეს საკუთარი ღირებულების დაცვა. ხელფასზე ფიქრის დროს მთავარია ასევე გაითვალისწინო, რამდენად შეესაბამება მოცემული პოზიცია შენს კარიერულ მიზნებს, რა განვითარების შესაძლებლობებს გაძლევს კომპანია, როგორია პასუხისმგებლობის დონე, რა დამატებითი პირობებია შემოთავაზებული. ზოგჯერ შემოთავაზებული შესაძლებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მომგებიანია. ხელფასზე მოლაპარაკებამდე ჯერ შეისწავლე ბაზარი კარგად. არ დაასახელო თანხა ინტუიციით. განსაზღვრე ზოგადად როგორია ანაზღაურება მსგავს პოზიციაზე, შენი მსგავსი გამოცდილებით. ისაუბრე ღირებულებაზე და არა მხოლოდ ხელფასზე. ნუ იჩქარე პირველივე შეთავაზებაზე პასუხს. პროფესიული მოლაპარაკება ნიშნავს მოსმენას, შეფასებას და შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას. საკუთარი ღირებულების ცოდნა არ ნიშნავს ზედმეტ მოთხოვნას. ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდები საკუთარ კარიერას. ვიდეოს დასასრულს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოვიდა. შეპირებული ინსტრუმენტი, რომელზეც საუბრობდით, ჯობლიჯია. პლატფორმა, რომელიც დასაქმების პროცესს უფრო მარტივს, სწრაფსა და თანამედროვე რეალობაზე მორგებულს ხდის.
ამ ცივცეში სულ რაღაც ერთ თვეში ვიდეო CV-სა და თანამედროვე ფუნქციონალების დახმარებით დასაქმდა 38-ზე მეტი კანდიდატი. WGS-ზე შესაძლებელია მუდმივად დაათვალიერო აქტუალური ვაკანსიები, შექმნა და განავითარო პროფესიული პროფილი, ატვირთო ვიდეო CV, რათა დამსაქმებელმა უკეთ დაგაგიცნოს, ჯერ კიდევ გასაუბრებამდე, რამდენიმე წუთში გააგზავნო განაცხადი სასურველ პოზიციაზე, ერთ ცივცეში მართო შენი განაცხადები და კარიერული აქტივობა. WGS-ზე შეგიძლია მოიძიო როგორც ფიზიკური დასწრებით, ასევე სრულიად დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობები. აუცილებელი არაა გამოცდილება, მთავარია ვიდეო CV-ს მეშვეობით საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა და მუდმივი ჩართულობა. დამატებით ასევე ეწვიეთ სოციალურ ქსელებში WGS ოფიციალურ გვერდებს, სადაც მუდმივად იდება განახლებები, რჩევები დასაქმებასთან დაკავშირებით, ივენთები და ასე შემდეგ. დღეისთვის სულ ეს იყო, გადახედეთ ჩემს მიერ მოწოდებულ რესურსებს და დაწერეთ კომენტარებში თქვენი უკავშირი და შემდგომში შედეგებზე დამიკავშირდით ჩემს გვერდზე ან WGS ოფიციალურ Facebook გვერდზე დატოვეთ თქვენი შეფასებები.